სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარ პროკურატურას დაზარალებული ამბაკო ქობალიას საქმის გამოძიების გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ქობალიას განცხადებით მკვლელობა, რომელიც 1992 წლის 15 დეკემბერს მოხდა, დღემდე გაუხსნელია. საქმე ეხება 92 წელს სოფელ კორცხელში მომხდარ ფაქტს, რომლის დროსაც ამავე სოფლის მკვიდრი რევაზ ქობალია ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს. ამბაკო ქობალიას განმარტებით მისი ძმის სიცოცხლე სოფლის მაშინდელი გამგებლის, დღეს კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლის გოჩა რაფავას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილმა ტყვია მიმსხვერპლა. რის გამოც გოჩა რაფავა მაშინ ბრალდებულად ცნო პროკურატურამ. საქმე სისხლის სამართლის 104 მუხლით აღიძრა და მასზე ძებნაც გამოცხადდა. თუმცა როგორც ამბაკო ქობალია ამბობს, ბრალდებულმა საქართველო დატოვა და მისივე განმარტებით 2003 წელს მასზე სამართლებრივი დევნაც შეწყდა. ჩვენ პროკურატურამ დაგვარჩინა გოჩა რაფავა ბრალეულობაში და პროკურატურამ უნდა გაგვცეს პასუხი ერთდროს ბრალდებული და ძებნილი დღეს რატომ არის უდანაშაული. პროკურატურამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ცნოს დაზარალებულად და მომცეს საქმის მასალების გაცნობის უფლება. პროკურატურა საქმის გამოძიებას გაურკვეველი მიზეზებითა და მოუცვლელობით აჭიანურებს. შეპირებებს არ ასრულებს და აქედან გამომდინარე ბევრ კითხვაზე პასუხი გაუცემელია. დაკითხული მოწმეები არ იბარებენი რაფავას რამოდენიმეჯერ ივნისიდან არის გაცხადება პროკურატურაში დღემდე არ არის ერთი ჭურღულია დაკითხა გამომძიებდნენ და რატო აჭინა მე არ ვიცი. გაურკვეველი მიმართულება იყო და ჩვენ მაგას არ ქონდა ურთიერთობა და არ გვიფიქრიააზე რაღაცა იყო გასული აქედან რაიონი ქონდა დატოვებული. ეხლა მოვიდა უნდა პარტიული იმიში საკრებულოში შესვლა უნდა და მაჟორიტარობა სასოფლო კორცხელის საკრებულოში და ამან გამოიწვია ეს ვითარება. ამბაკო ქობალიას თქმით, გოჩა რაფავა 2014 წლის არჩევნებში კორცხელის მაჟორიტარად იყიდა კენც ქართული ოცნებიდან. თუმცა მაშინ ამ ფაქტმა სოფლის მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. მისივე განმარტებით თუ ადრე ბრალდებული დანაშაულს აღიარებდა, დღეს უკვე პასუხისმგებლობას საერთოდ არ გრძნობს და დანაშაულსაც არ აღიარებს. ადვოკატი ვახტანგ გაბედავა აცხადებს, რომ ამბაკო ქობალია ამ დრომდე არ არის დაზარალებულად ცნობილი, რის გამოც მას საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ აქვს. იყო ეს ცნობილი იმ ღამესზე, რომ არ მინდოდა ისეთი შემთხვევაო. მე მინდოდა სხვა მანქანა გამეჩერებინაო, მაგრამ სწორბედროდ ვისწრებეო, რამოდენიმე გასვლე მოვახდნეო და ასკლედით მოხდაო უკანა საბარგულსა და მოხდაო ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც მე ის პიროვნება მე დღესაც არ ვამბობო იმან უნდა და თუ არა რომ მოეკლა ჩემი ძმა. ეს შემთხვევითობაა, მაგრამ ხომ მოკლეს ადამიანი ამარიდოს თავი დამანებოსთან. მე ვერ ამიხსნია თუ რატომ არ ხდება თითქმის დასრულებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ბატონი ამბაკო ქობალიას დაზარალებულის უფლება მონაცვლე ცნობა. ამაზე ალბათ საქმის გამომძიებელი ან პროკურორი გაგცემთ პასუხს. თუ პროკურატურა ბატონ ამბაკო ქობალია ცნობს დაზარალებულად, მე მომეცემა საშუალება ჩავერთო საქმის გამოძიებაში, გამეცნო საქმის მასალებს და გავაკეთო სამართლებრივი შეფასება ჩატარებული და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. სოფელ კორცხელის მაშინდელი გამგებელი და ახლა უკვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი გოჩა რაფავა ამბაკო ქობალიას ბრალდებებს უარყოფს ასევე მიმალვის ფაქტსაც. გოჩა რაფავას პასუხი ამბაკო ქობალიას ბრალდებებზე არაერთგვაროვანია. ამბაკო ქობალიას თქმით, მომხდარი შემთხვევითობა იყო და არა მიზანმიმართული. გოჩა რაფავა კი აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა განხორციელდა და სწორედ იმ დროს დაიღუპა რევაზ ქობალია. არა, მე არავითარი აღიარებითი ჩვენება არ მიმიცია. არასდროს არა ვარ დაკითხული ამის შესახებ, რომ ეს იყო ტყუილი, მაშინ იყო ფარსი, რადგან მე ავტომატური იარაღი არ მქონია. საერთოდ იმ დროს იყო ჩემს სახლზე თავდასხმა, განახორციელეს სამი პიროვნება იყო, ესე იგი, ზუსტად იყო ერთი ქობალია, ჭურღულია და მეორე კიდევ ქობალია, ორი ქობალია. მანქანიდან იყო გასროლა, ჩემს მიმართულებით, სახლის მიმართულებით, ჩემი ბიჭების მიმართულებით. მაშინ მე გახდით კორცხელის თემის გამგებელი, ვასრულებდი პიკეტირებაზე იყო ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას, სადაც მოვიდნენ მანქანით მოგვაყენეს შეურაცხყოფა, მიაყენეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, შეაგინეს, შემაგინეს მეც და იქ მოხდა ინციდენტი, ურთიერთ ჯგუფი მოგვივიდა. ამის შემდეგ, ერთი საათნახევრის შემდეგ ისინი მოვარდნენ სახლში ერთხელ. ნახევარი საათის სროლის შემდეგ გაიქცნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეხეწებოდნენ მეზობლები არ მიხვიდეთ იქით
სროლას მოუტეხავთ, ამბობდნენ ასე რომ ფაქს მოუტეხავთ, თორე კი არ მოუკლავთ, ასეთი რაღაცა იყო და მე ნახევარი საათის შემდეგ კვლავ დაბრუნდი, კვლავ ამგიტეხესოა და ჩემი ბიჭებმა დადეხესოა და იქ მე გაირკვა რომ ანასწრეთ ყიტყვია ერთ-ერთისგან რომელისგან ნახდა დამაზიჯებით ზუსტად არ ვიცი, მოხდა ტყვია. არავის არ მიმავალში არ ვიყავი მე 10 წელიწადი აქ ვარ, კი რა 15 წელიწადი აქ ცხოვრობ, აქ დავდივარ, ამას ამტკიცებს სამეზობლო სოფელი სატირლები მე არჩევნებზეც ვიყავი მონაწილეობდი აქაც, ღებულობდი რომ არავის არ დამალვაში მე არასოდეს აღარ ყოფილ ვარ. ხოლო თავის არიდება კი მქონდა იმათ ოჯახთან, არ მივდიოდი იმათ კუთხეში, იმ სახში, ნანსათეში არ დავდიოდი რაღაც მაინც და მიუხედავად იმისა რომ ჩემი ტყვია კი არ იყო, მაგრამ მაინც ჩემს სახთან ხო იყო, ჩემზეც იყო, ესე იგი ნუ მე მომივარდნენ სახში და ცოტა არ იყოს, მე რო არ ყო. და თქვენ ბრალდება მოხსნილი და აქვთ. კი ბატონო, ბრალდება რა მქონდა, მე ბრალდება, ჩემი ტყვია არ მოხვედრი არაფერი და წამომიყენეს ბრალდება, იმიტომ რომ მე მომივარდნენ სახში, მე სახლი დამიწვეს, გადამიწვეს, ყველაფერი გადამიწვეს. იმის შემდეგ 5 მთავრობა გამოვიცვალეთ და დღეს ვიღაცა პოლიტიკურად აძლევს იმას რომ თქოს და ასეთი გააკეთეთ და ის იძულებული იქნება ის დატოვებს თანამდებობას. ეს არ მახსოვს ახლა მე ერთხელ დამკითხეს ვარ და არც კი მახსოვს ესე იგი. რამდენი წელია იმში 23 წელმა გაგანვლო. გოჩარაფავას თქმით, მას არც ახსოვს დაიკითხა თუ არა ამ საქმეზე, თუმცა საქმის ძიების შემთხვევაში პროკურატურასთან ითანამშრომლებს. რაც შეეხება სამეგრელო ზემოსვანეთის საოლქო პროკურატურას ჟურნალისტებმა ინფორმაციისთვის განაცხადი წინასწარ უნდა შეიტანონ, რაზეც პასუხი 10 სამუშაო დღეშია ცნობებად.